სოფელს კრას აქვს ენერგიის წარმოების დიდი ტრადიცია და აქედან გამომდინარე ჩემი წინაპრები ენერგიის წარმოებით იყვნენ დაკავებული. მაგრამ ეს იყო მცირე რაოდენობით, უფრო სამოყვარულო დონეზე. 2011 წლიდან დავიწყე მე და ჩემი ძმა სანერგის პროფესიონალურ დონეზე გაკეთება. დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სწავლობდი აგრეთვე გერმანიაში და 2011 წელს დაბრუნების შემდეგ ჩავერთე ამ საქმეში. ამ ეტაპზე 15 ჰექტარზე მეტი ფართობი გვაქვს. მთლიანად ეს ფართობი არის გასარწყავებული წვეთოვანი სარწყავის სისტემით. შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო. ნაწილი ჩვენი ხარჯებით, ნაწილი სახელმწიფო დაფინანსების პროექტებით. ძირითადად დაკავებული ვართ ხეხილის ენერგიების წარმოებით, თუმცა ბოლო წელს დავიწყეთ დეკორატიული მცენარეების წარმოებაც. ჩვენ საკმაოდ დიდი ენერგია ჩავდეთ 2011 წლიდან სანერგიის შექმნაში. ამავდროულად კავშირი მქონდა ევროპაში ჩვენს კოლეგებთან, სტუმრობდი სხვადასხვა გამოფენებს, ვიღებდი რჩევებს მათგან და ეს ყველაფერი რაც გავაკეთეთ, ასე რომ ვთქვათ, მიახლოებული იყო ევროპულ სტანდარტებთან. ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელითაც ვიმყოფებოდით ჰოლანდიაში, დავათვალიერეთ სანერგიები, იქაური სერტიფიცირების სისტემა, ამათ საკმაოდ დახმარება გაგვიწია. დავესწარით უამრავ ტრენინგს, გავეცანით უამრავ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებით ხდებოდა. ეს ვცდილობთ ის რჩევების გამოცდილება გამოვიყენოთ აქ ჩვენ საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება გაყიდვების, ეს არის საცალო და საბითუმო გაყიდვა. ენერგიებს ყიდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საკმაოდ ბევრი ხალხი გვიცნობს ამ მიმართულებით და კმაყოფილი ვარ. გამოწვევები გვაქვს, უამრავი პრობლემები გვაქვს, თუმცა ფიქრობთ, მუშაობთ ამ პრობლემებზე და ყველაფერი კარგად იქნება.